და ჩვენ გაუძელით ომს რომელ ქვეყანაში შეიჭრა მითხარით საბჭოთა კავშირი რუსეთი და არ ჩამოაგდო მთავრობა არ გადაუარეთ არ ჩამტკებნა ის ქვეყანა მიწაში და არ გახეთქა ხერხემალში ჩვენი ქვეყანა ამაყად დგას და ამაყად აფრიალებს თავის დროშას მაინც და ამიტომ მათ იციან რომ საქართველოსთან ისინი გამარჯვებულები ვერ არიან ჩვენ ვიცით რომ ჩვენ საბოლოოდ გამარჯვებულები ვიქნებით როცა საბოლოოდ განთავისუფლდებით მათი ჯარებისგან საბოლოოდ დავიბრუნებთ ჩვენ ტერიტორიებს მაგრამ მათ იციან რომ არ არიან გამარჯვებულები ამიტომ რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა დაგვინიშნა გენერალური ბრძოლის ახალი ადგილი და ახალი დრო შემოდგომის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ყველა მოვისმინეთ ტელევიზიით მაგრამ მათ როგორც ვერ მოგვიგეს ბლოკადა როგორც ვერ მოგვიგეს ომი დემოკრატიულ ბრძოლას მით უმეტეს რომ მოგვიგებს იმიტომ რომ დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლასაც და მე მინდა ყველას გითხრათ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა პატარა თუ დიდი ნაბიჯებით მიწევს წინ მაგრამ ჩემთვის თავარი გამოწვევა არის რომ ყველა ოჯახში საქართველოში დაინახონ თავისი წილი ნაწილი ამ წარმატების და თავისი წილი ნაწილი ამ წინსვლის ამიტომ არის რომ ყველა დაგვრცინიან ესენი რომ ოხ რა გვინდა ამდენი საავადმყოფო იმიტომ გვინდა რომ მარტო თქვენ იყავით მარტო თქვენ ხუთ გარემოწებულ პალატაში თქვენი გენერატორებით და თქვენი გამათბობლებით და თქვენი ერთი და კი 4 ექიმით მე მინდა რომ საქართველოს ყველა რაიონში ყველა ადამიანს მიუწვდომოს ხელი იმაზე რასაც მარტო თქვენ მიგიწვდომოდათ ადრე ხელი და ზემოდან ქვემოთ დაყურებდით თქვენ ხალხს ეხლა უყურეთ თქვენ ხალხს ქვემოდან ზემით მოწიწებით კეთილინებენ და პატივեցით თქვენ ხალხს რომელსაც ამდენი 10 წლეული და 100 წლეული ფეხებზე იკიდებდით ეს არის განსხვავება ჩვენ ფსიქოლოგიასა და თქვენ ბატონყმურ ფეოდალურ მენტალიტეტს შორის ფეოდალები საქართველოში ვეღარასდროს ვერ დაბრუნდებიან ბატონყმობა საქართველოში ვეღარასდროს ვერ დაბრუნება ჩვენ არ ვიქნებით არასდროს არ სხვა ქვეყნის მონები და არ სხვა ფეოდალების მონები აი ეს არის ჩვენი ფსიქოლოგია